მაშასე ეთერშია სუსტი რგოლი. მხოლოდ ერთი თქვენგანი წავა დღეს ფულით. ვინ იქნება ეს? თქვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის წაიღებს ფულს აქედან. ესე თქვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. აბა მე რას ვაკეთებ აქ? წავიდე, საწავიდე. უბანში სიგარეტი უნდა მოვწიო. ეს მაინც სამსახურია. ვიწყებთ პირველ რაუნდს. ირაკლი. რომელი ქართველი ფეხბურთელი ავტორი ლექსისა დაის? ჩალვანა თელაშვილი. სწორია. კობა. ვინ დაარსა თბილისი? დავით აღმაშენებელი. სწორია, ოღონდ აღმაშენებელი არა, გორგასალი. ალეკო. ჭიასოზე. ცხოველთა მეფე. ლომი. ჭომი. ოთო. რომელი ფსევდონიმით მღერის გიორგი გაჩიჩილაძე? სამწუხაროდ ეს ჩემთვის უცნობია. სწორია. ნიკა. აჰა. მიხდება თმები ასე? კი. არა. სამწუხაროდ რო ამოიწურა. ვინ ადგა დღეს ცუდ ფეხზე? ვის დაუცურდა ბანანის ქერქზე ფეხი? ვინ ჩამოიყვანა გერმანიიდან ოპელბექტრა? დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. სტატისტიკით ამ რაუნდის ყველაზე ძლიერი რგოლია კობა. მან ბანკში 300 ლარი შეიტანა. ყველაზე სუსტი რგოლია ალეკო. მან ბანკში 300 ლარი შეიტანა და 400 ლარი გამოიტანა. მაშასე დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ყობა. ალეკო. ყობა. ყობა. კობა რა. მეც კობა. სამწუხაროდ თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. შვიდობით. ყველაფერი მან გამოჩალეჭა. აი გამოხვალეთ ფოტა კომპიუტერს. მაშასე თამაში გრძელდება. გადავდივართ მეორე რაუნდზე. ირაკლი. როდის ამბობდა დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე? შიაო. როცა შიოდა. სწორია. ალეკო. მითის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. სამი ასოა. გეა. გეა. მადლობა, მთელი დღეა წვალობდა. ოთო. ათლარ ხომარ მასესხი. ვერა. მე გასესხი. ორი კვირით. ვერა, ვერ გასესხი. მე გასესხი. სწორია. გასესხებ რა. დრო ამოიწურა. ვინ არის სუსტი რგოლი? ვის დარჩა ჩართული უწესებში? აქ ვარ. ვინ გამიმწარა სიცოცხლე და ვინ მომის მოდერნები? რა თქმა უნდა, მე აქ ვარ. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ნიკა. მეც. ნიკა. მასეთი სახელის მოთამაშე ჩვენ არ აქვს. აი ეს უკაცრავ ეს რა ის საღამოს მეგობარი ჩამოდის აეროპორტში უნდა დავხვდე და ჩას. აი ესეთადე აი ნიკა რა თქმა უნდა მე ვარ ყველაზე სუსტი რგოლი. მაშასე ნიკა თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. შვიდობით. მე შვიდობით. ე მაინც ვერ ვიხდი რატო გამაგდეს ვითომ რა
რახა ყველაზე სუსტი გოლი ვიყავი ალბათ იმიტომ რომ ეშინიათ სუსტების დრო დადგა საერთოდ აი მიხვდებიან მე რომ ერთი კარგი სუსტის ვაგრძელებთ თამაშს. გადამწყვეტი რაუნდი. ერთი წუთით რა. რაღაც აუღეული. რა ნერვიულობ და შეიძლება გავიდე სიგარეტს მოვწევ რა. სიგარეტს მოვწევ. რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენ თამაშს თავისი წესები აქვს. რა წესები? დროა გამოავლინოთ, ვინ გავა სიგარეტის მოსაწევად. ალეკო. ალეკო რა, დიდი მადლობა რა გავა. ერთი წუთით. ირაკლი. რატომ მაინც და მაინც ალეკო? ალეკო თავიდანვე ნერვიულობდა და მე შევატყე რომ სიგარეტი უნდოდა და ამიტომ ალეკო. ხო. ალეკო. შვიდობით. თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ. მე არა ვარ ყველაზე სუსტი რგოლი. ხალხო, რა ვიცი. უბრალოდ სიგარეტის მოწევა მინდოდა და მაგრამ არა უშავს, იმათაც მოუნდებათ. აი ირაკლი იქნება შემწევინება, ეწევინება. ვაგრძელებთ თამაშს. გადავდივართ, გადამწყვეტ. მეოთხე რაუნდზე. ისა, უკაცრავად რა. გუშინ სერიალს ვერ უყურე, ყავა და ლუდი რო არის და რა როგორ დამთავრდა რა ქენით თქვენ? თან საქმეს წავიგდე. ესე იგი ბოლოს რა ხდება? ესე იგი მე ყავა და ლუდი ვждები ტახში. ტახში და ესე მივდივართ, მე წინ ჩამოგვიქროლა, ესე იგი მერცედესმა სამწუხარო დრო ამოიწურა. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. სტატისტიკით ყველაზე სუსტი რგოლია ირაკლი. მე რატო კაცო? უკაცრავად. სტატისტიკით ყველაზე სუსტი რგოლია ოთო. მაშასე. დროა გამოავლინოთ სუსტი რგოლი. ნახე, შენი სახელი მოვკარგე. მე რომ კითხვა არ ვიცი. მე გასწავლი. უცქირე ოთო. ოთო. სამწუხაროდ სუსტი რგოლი თქვენ აღმოჩნდით. შვიდობით. ერთი მაინტერესებს, რატო არის ჩემი შვილი ყველაზე სუსტი რგოლი? აი რატო არის ერთი სკოლაში ამაზე ძლიერი რგოლი არ არსებობს? ოთო არის ყველაზე სუსტი რგოლი. ამისგან და გაგვეთის. ეს თუ ნოყვირი კი არ წამოიწამოეთრი ერთი.